გამარჯობა. აი, ამ წამს დავიწყე ჩაწერა და აი. თუმცა კარგი ბიჭია. წერა ხოც კონტრონდა. წერა რა დილას. მეთქი რამე მისვია. მოკლედ ვერ დავამთხვიეთ წერან ერთად სისუფთავე და ძილი. ეძინებოდა, გაეპარებოდა, გამოუცვლით გაიღვიძებდა, გამოფხიზლდებოდა. ხო და მოკლედ ვერ დავამთხვიე. მე როგორც იქნა ჩაიძინა. თუ დაიძინა ხოლმე კაი ხანის ძინა, ისე რომ სარეცხით შევხარე, საჭმელიც ჭამე, ჩაი მიდგაიხა აი. ერთი ალბათ 700 გრამიანია ეს ჩეკა. ხოდიშორის ბევრს არ ჭამ. დილას ჭამე სადღაც რომელი იყო, ეხა რომელია. რომელი საათია? 2 საათია 5 წუთი. და ალბათ რავის აღამოს კი უფრო ჩაის დავლე. და პურიანი ჯამია რაც გამოველი სამშობლოდან ცოტა ვცდილობ რომ თავი ავარიდო მყარ საჭმელს. აი ეს გუში როგორც კი აი მე ხახმო რა კარგი იყო გუში და ბალოში მაჩაპკით. თავი აი იქ მეგონა ვიხეხე და ვიხეხე. და თავიც რაც სამშობლოში ყავ თავი მითხრეს რომ ეცადე არ დაიბანო და სხვათა შორის არც წავიღე შამპონი მაგის გამო რომ წინაზეც თავი მოერიდეო მაინც. ხო და წუხე რომ გამოელი და ნესტიანი მქონდა იგივე შევიკარისა და მქონდა მისი რიშრობის თავი და ეხა დავივარცხნოთ ცოტა ადამიანივით დავდგეთ სანამ გაიღვიძებს. რო გაიღვიძებს ალბათ ცოტა ხანი იწუწუნებს კიდე და იგივე მომენტი აქვს ხოლმე ძილის წინ ღამე 11-დან 12 მეძინება, მაგრამ თან გაეპარება და ნენელა ვსწავლობთ გაბრიელის ხასიათს მე ჯერჯერობით. რომ აი მიდგომა და უმუღამო როგორ რა უნდა ამოვიცნო. ჯერჯერობით გამოგვდის. რა არ გამოგივა რომ უნდა იცნოს და დააბრუწუნებს. ხო სარეცხიც დავრიცხე ხელით აქონდა რაღაცები და სარეცხი. რამდენიმე შავი ის იყო. აი ეს ადიელა თუნდაც ადიელის ის მომწონს რომ ძალიან სწრაფად შრება და არადარი იმდენად მაგარი ადიელა აი რაღაცნაირი აი უცბად მოახვევება ყველანაირ ფორმაში თხელია, მაგრამ თბილია და აი რაღაცა ძალიან პრაქტიკულია და მაგაზე დამიფსა წერან დებილმა ბავშვმა. ხოდა რაღაცა გავეცხე ხელით და გავკიდე უკვე. აჰა. უბრალოდ მქონდეს დავარცხე. აუ ეხა ის უნდა მექნა. დამავიწყდა რომ როდის უნდა დავწავიყვანო აღარიც ხვაზე და როდის უნდა დავაყენო. თუმცა მაქვს ფურცელი მომცეს და არ წავიკითხე. ანუ რამდენ ხანში უნდა დავწავ. გამახსენეთ აბა თქვენ სანამ წავიკითხო. დიდათ იმედი არ მაქვს ხა. მე მაგას ავიღებ და წავიკითხე, იმიტომ რომ აი თვალებია ესე მომდის. მაგრამ მიჩვენი არ დავიძინე, ხო ღამე დავიძინე გემრიელა. თუმცა ამეც როგორც კი დროს პოულობ ეგრევე მეძინება. ხო, იჟო გავაზე მკითხეთ წერან და სიმჟავე რომ მქონდა, არანაირი სიმჟავეც, всё, წაგახვა. მაგრამ ფეხი. მაგრამ ვფიქრობ ესეც ერთ-ერთი როგორ იციან ანუ მშობიარობის შემდგომი რანცხა იქნება, იმიტომ რომ აი მშობიარობის დროს ვიგრძენი ამ ფეხის ტკივილი ისე კუდუსუნიდან. უეჭველი ნერვია რა. ხო და ნენელა დავაკვირდები თუ რაღაცა არის და გართულ და არა გართულება არა გაგრძელა ტკივილი მერე ну რა თქმა უნდა წავალ და უკვე შემიძლია რენტგენიც კი გადავიღო. დუპლეში და ეგეთ რაღაცებში არაფერი არ აჩანდა. ხო და როგორც თქვენც რო დამიწერეთ გუში თუნდაც წელის ტკივილი, თუნდაც სახსრები, ყველაფერი არის ჩვეულებრივი მოვლენა, ხო, რა თქმა უნდა. რომ ადვილი არ არის 2 დღეში ჩადგე ფორმაში და 2 დღეში ჩიტივით იყო და თქვა რომ არაფერი არ მაწუხებს.
თუმცა დაახლოებით მაგდაგვარათაც ვარ, რომ არ მაწუხებს კი არა, კარგად მოძრაობ რაღაცა, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველაფერი არ მივიყარო, რა თქმა უნდა. მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხა მივიდე წამოუწვე, ჩამეძინოს ცოტა ხანი. ელემენტარული ეხა რომ დაიძინა, რამდენიმე მოვასწრე. საერცხე ხო შევყარე. ეს კიდე კაი რომ საღაწუხეთ გამოვგავე სველნესტიან ტილოდი. რაღაცები ხორცები ჰქონდა ლაშას დასაბინავებელი და მივეხმარე. ოღონდ მე რო დაბლა ჩავდივარ, აქ ყარაულში რჩება ან ერთი ან მეორე ან მესამე წამი ბარბარე იყო. რიგის მიხედვით შემოდია ბავშვები. ხო და ეგ ხორციც მოვასწარი და ორეცხე რაღაცეები და ეხლა სარეცხიც გამოირთვება მთელი ამ დროის მანძილზე ერთადერთი რაც გავაკეთე ის იყო გვერდი ვუცვალე, არც ვაჭარო და სდინავ იდეალურად. საღამო ხანს ეხლა იცი რა ვიფიქრე, გუშინ ხო იწუწუნა და იწუწუნა. გუშინ ვაბანავე შუა დღის მერე ოდნა რო გაიღვიძა მაშინ და დაიძინა რო იტყვიან საღათას წილ თუ რა ძალით გავაღვიძე მერე რო შემეცოდა მშიერი. მე-4 საათი იყო და უკვე თან ეღვიძებოდა თან მაგრად ეძინებოდა თან კვნესოდა, მაგრამ მით შემეცოდა ჩემი პატარა ხვლიკი და ავიყვანე და ვაჭა. ხო და დღეს ცილას გავაკეთებ ძილის წინ ჩავბან თბილი წყლით. ცადოთ მიდგომა როგორ შეიძლება უშველოს და ნახოთ აბა დღევანდელი ექსპერიმენტი როგორ დასრულდება. დღეს ცოტა რაღაცა გრილი დღეა, მინდოდა დღესაც დამებანა, მაგრამ დღეს თავს შევიკავე. მარტო ესე იმათ ვიზავ, რადგან გუშინ კარგი გემრიელად ვაბანავე. ხვალ ვაბანავე კიდე შამპონით, ხო ლოკულა უკავდა, იცი ოფლიანი თმები გქონდეს და უკავდა. პეტალა ქოჩური დავბანე. არ უტირია სხვათა შორის. ერთ-ერთი წყალი რო ჩამოვიდა სახეზე, რომ მარტო დავბანე. ტასში წყალი და ესე ის სქერი რა ქვია, ბინტი. ნაკეცებში კარგად ვუსმევდი წყლით, მარტო არანაირი საპონი ვეცად ჯერ არ გამომიყენებია. და შამპონი. აი ეს ნაკეცები, სადაც შეიძლება და ბინტით ნენელა მოუსვი ცხელ წყალში და ცხელი რა მომიხაშია ბავშვი. ხო და საერთოდ არ ხმარა მოუღია. მე რომ თავი გავქაფე და იმ წყლით ვეგვავლებდი და სახეზე ჩამოსდიოდა და მე ცოტა წყალი მქონდა მოტანილი და ნანიმ გადამავლებინა და აი ეგ ცოტა არ მოეწონა თავზე. ო დამოსვი თუ არა გაჩუმდა. გაიrinda ეთრე. უცბად ჩავაცვით, გავზეთეთ. ჯონსონის ზეთი სხვა შორის კაი არის. მე ხო სულ იმას ვაფობდი რომ გვირილას ვეძებ მეთქი. ხო კაია გვირილა, მაგრამ ეს არის ლავანდა მეგონია, სამისფერი ხო ლავანდა. ხო და რა ვიცი, მეწონა თითქოს. მაგრამ ის გვირილა უფრო მეთხანს რჩებოდა თითქოს ესა კანზე, ანუ მეთხანს არ ბილებდა, სუნიც მეთხანს გაყვებოდა. აი რო შემხვდეს აუცილებლად ვიყიდი, მithumedes მაქვს უკვე მარაგი ნაყიდი. ცუდი არ არის, კაი, მაგრამ ის უფრო რაღაცა უფრო სხვანაირი იყო. რავი. ორ შემთხვევაში კარგად ვხმარო. რაც შეეხება სიცხე მაწუხებს თუ არა, საერთოდ ვერ აგვწნებ. ნუ ჯერ ის რომ არ ყოფილა რაც გამოვალთ ისეთი სიცხე წვიმებია და რაღაცა, მაგრამ იქ სამშობიაროში ხო ფანჯარას რომ მოადგებოდა, ისე ხო ცხელოდა და აი ეს გაუსაძლისობა რომ ჭირდა, არა მაქვს ეგ მომენტი. დღეს ველოდები ლაშას სამშაუდა რომ მოვა, გუშინ წავუსვა გრუნტის უკედლებზეც ჭერზეც და იქნება ნიჭაც მიეხმაროს და ჭერზე გავაკრათ ქაღალდი. ხვალე თუ ისაქნეს, აი მებს გავაკრათ აი ეს კაფეი თუ რაც აქვს კუთხეების და შეიღებება კიდეც. ანუ ხა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ რაც დაგვრჩა ეს კოსმეტიკის სიტუაციაში უფრო სწრაფად გავაკეთოთ, რომ ელემენტარული ვიღაცა რომ მომოვა, ხო რა ვიღანაც ვთქვი რომ ისა დასაჯდომი იყოს ძალაში ტახტი მაგი და რაღაცა. ხო
ხო, ის უნდა როგორც კი იატაკსაც დავაგებთ, ვყიდულობ მაგიდას, ბაზრობაზე ვნახეთ, დაბალი არის, დაბალი მაგიდა და ტრანსფორმერია და უცბად მაღალზე იშლება, შეგიძლიათ 6 კაციანზე გაშალო. ხო და მომეწონა ეგ 250 ლარი ყიდა, ეგრევე ეგ უნდა ვიყიდო და აუცილებლად უნდა ვიყიდო ისა. კარა და კარების უკან დასადგავი. ეგ ყიდა 510 ლარი, რომელიც მოგვეწონა. ასე რომ მორჩება თუ არა რემონტს, მე სადღა წავალ რაღაცა, მაგრამ ის ლაშა წავა და მოიტანს. არჩევა და წასვლა და ნახვა აღარ უნდა, მაგრამ აქ იცის ლაშა ჩემი გემოვნება და რომ მიდის ხოლმე სადღაცას ისი არ იყიდის, რომ ვიდეო თვალით არ დამანახოს ხოლმე და რამდენი არჩევანიც არის 10 არ მანახოს. ეხლა რაღაცა ტელევიზორი უნდა. სხვა შორის მეც მინდოდა ბარემეთქი ახალი ტელევიზორი დავკიდოთ და ნახა, კაი, ცოტა მოზრდილი ტელევიზორი, სხვა შორის შიდა განმოდებით არნაირი ბანკთან შეხება არ გაქვს და კაი სიტუაცია არის. ხო და ამას მოხსნიო და ჩვენ საძინებელში დავკიდოთ, როგორ არ მიყვარს საძინებელში ტელევიზორი, მე დაიცოდეთ. წეღანა მოვდი, არ მინდა მევთხარ. აგერა ბავშვებს დაუკიდი. ხო, ბავშვებს და შევდნენ და მოგთქმის უყურებს ან რაღაცას ხოლმე ნინო ჩაეძინე. ხო რა, ის არ განმიხილია ბავშვებთან. მაგრამ ნინო უფრო უყურებს ხოლმე ტელევიზორს. აი, არ ვიცი, საძინებელში ტელევიზორი არ ხო ბევრს უკიდია და ბევრი ხმარობს და ძალიან კარგადაც, მაგრამ ანუ უბრალოდ არ ვიხმარ. არ მიყვარს ბავშვს რო სძინებ და რაღაცაა ჩართული. თუნდაც ტელევიზორი, თუნდაც მიუხედავთ იმისა, რომ სამივენი რო დაიზარდნენ, საკმაოდ ბევრი ცხოვრობდით აქ და საკმაოდ ხმაური იყო და მიჩვეულები იყვნენ ხმაურს, მაგრამ აი მე თვითონ არ მიყვარს რა. ადრე უფრო აი რო არ უყურებდი ხოლმე და ჩართული იყო, თითქოს ვიღაცა ლაპარაკობ და რაღაცა კომფორტულად გუცნობდი. და ეხა ისე მეზედმეტება, რომ არ აი ელემენტარული არ მინდა, მაგრამ მივიდე ჩამოვკიდო და ტყუილა ყოველ მეორე დღეს წმინდო. არ შემიძლია რა. ძალიან მეზედმეტება, ისედაც აი ბავშვის საწოლიც უკვე მეზედმეტება. და რო გავერემონტეთ, როგორი ის იყო, რამხელა სივრცე იყო. მაგრამ გაბრიელმა ინება მობრძანება და საკუთარი ნივთები შემოიტანა. კამოდი, საწოლი, კალიასკა. საწოლში ჯერ არ ვაწვენ. სანამ აი თანამ ძალიან პატარა არის, რომ ჩემს გვერდზე მირჩევნია იყოს ჭამის მხრივაც, ჩემთვისაც ადვილია. გუშინ ღამე რო ჩავაწვინე და უნდა რო დაიძინა, აი საწოლთან ჩავიმუხლე და საწოლს დავეყრდენი. ისე მაგრად მტკიო და აი მენჯის ძვლები, აი უკან, აი ხერხემალი რო იწყება აი ადგილი, აი კი არ ამტკიო და მეგონა რომ გირი მეკი და რაღაცა საშინელება. დღეს არა. დღეს ვცდილობ, რომ ხელში დიდხანს არ მეჭიროს. ჯერ იმიტომ, რომ არ ვაჩვევ. უბრალოდ ძალიან მინდა ხოლმე რომ ჩავსწუნო და უსწუნო და შემიძლია რომ არა ვიყვანო, როგორც უნდა მიეჩვიოს ამას არ. ეგ კი არა, იმდენად მწყდება გული, რომ ეს პერიოდი მალე გადის და აი ეს პაწაწინა როა ყველაფერი, ვაიმე. გუშინაც ისე ვეფერებოდი და მეთქი, არ გაიძაბ თუ გაბრიელ ცოტა ხანი. აი ეს სუნები, აი ეს ნიკაპი რაღაცნაირი როა ყველაფერი ერთად აქვს და მეთქი ეს თითოეული წამი გუშინ ძალიან ეს თვალე დავხვიჭე და ესე უსმევდი. ხელებს სახეზე რო ეძინა, ნუ ეხა არ შევაწუხე ისე რა, ცხვირზე ის რომ მეტად შემეგრძნო. სულ სხვანაირი გრძნობა ეს. აი ვერ გამოვთქვა. ენი დაუწერელი. Борча. აი კომენტარი წუწუნებს გადავაბრუნებ და ეცავს ანცავს.
დიეტკინა. სანამ დაგემშვიდობებით,